მოგესალმებით, ეთერში გადაცემა მოკლე ჩართვა, როგორც იცით, ეს არის გადაცემა, სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოვთქვათ თქვენი მოსაზრებები და გაუზიაროთ ისინი სხვებს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გიგი უგულავას საქმეზე, როგორც იცით, 2 დღის განმავლობაში ეს გახდა კიდევ ერთხელ ხმაურიანი თემა, გამომდინარე იქიდან, რომ უგულავამ თავისი წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, მაგრამ ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს დაინიშნა, მერაბ ტურავამ ავადმყოფობის მიზეზით ხელი არ მოაწერა ამ გადაწყვეტილებას და გაჩნდა მოსაზრება, რომ მან სპეციალურად მოიგონა ავადმყოფობა და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ წამოვიდა მოსაზრებები, რომ უგულავა არის უკანონო პატიმარი. შეგახსენებთ, რომ აქ საუბარი არის მის წინასწარ პატიმრობაზე და რა იმაზე ის დანაშავია თუ არა, ამაზე ჯერ განაჩენი გამოტანილი არ არის. საუბარია წინასწარი პატიმრობა არის თუ არა მისი უკანონო. მაინტერესებს რამდენად ეთანხმებით ნაციონალურ მოძრაობას და იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ უგულავა არის უკანონო პატიმარი, ეს არის ჩვენი შეკითხვა. მოკლედ დაგვირეკეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. ტელეფონის ნომრებია 237-129-139. ხოლო Skype-ის მისამართია მოკლედ ჩართვა. მოკლედ ველოდებით თქვენს ზარებს, მანამდე კი მოდით ნახოთ კუჩის გამოკითხვა. მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ესე იგი თვითონ ნაციონალური მოძრაობა ხო ძალიან დიდ იმებს შესაძლებლობს შეშობა ძალიან. არ არის უკანონო პატიმარი. არ არის უკანონო პატიმარი მაგე. რატომ და ბევრი დანაშაული ჩაიდინა რომ დაარბიეს იმედი მაგი იყო თავარი მონაწილე რომ გაასხვისა იმედი მაგი იყო თავარი გამსხვისებელი და არ არის დანაშავე რა ვიცი პოლიტიკაში კარგად ვარ ვარკვევი მაგრამ ვფიქრობ რომ იმ ფონზე რასაც ტელევიზიით ყვებიან ალბათ საჭიროა რომ იყოს ციხეში სადაც არის და ის არ არის უკანონო პატიმარი უკანონო ნამდვილად არ არის არ არის და იმიტომ იცით რა არის ის დახარჯული ფული საწავიდა ჩვენთვის ხალხისთვის არავინ ვერაფერს იმეტებს და საწავიდა ის ფული უგულავამ რომ ტელეფონში თვის გადასახადი გადაიხადა რამოდენიმე ათასი ჩვენ ვინც არ მუშაობთ მე მაგალითად არ მუშაობ რითი უნდა ვირჩინო თავი გონია რომ უდანაშაულოა რა ვიცი იმდენ კარგს აკეთებდა და კარგი იყო ქალაქისთვის მომწონდა ეს წესრიგი სისუფთავე ყველაფერი აი ამის გამო ზურგს უკან ეხლა რაც კეთდებოდა ეს ამას მე ვერ ვხედავდი და რაც მაინტერესებდა და რაც მჭირდებოდა ეს იყო წესრიგი სისუფთავე ქალაქში მე ვფიქრობ რომ მართლა უკანონო პატიმარია რატომ რომ ესეთი არაფერი არ ჩაუდენია რაც არის ეს დამჯადი არა ვარ მაგ საქმეში ჩახედული და მაგი იურისტებმა და კანონდამცავებმა უნდა გაარკვიონ. საერთოდ მე უგულავას მოღვაწეობა არ მომწონდა და ეხლა კონკრეტულად იურიდიულად ესე იგი რომელი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ამას ვერ ვიტყვი. არაფერში არ ვეთანხმები ნაციონალურ მოძრაობას. მოკლედ შეგახსენებთ შეკითხვას თუ ეთანხმებით ნაციონალურ მოძრაობას რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არის უკანონო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე ის დამნაშავეა თუ არა ეს ცალკე საკითხია და სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება აქ ვსაუბრობთ წინასწარი პატიმრობა შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ მას ერთხელ გაუვიდა წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ჩვენი კონსტიტუციით დადგენილია რომ წინასწარი პატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 9 თვე და 9 თვეში უკვე უნდა გამოიტანოს სასამართლომ გადაწყვეტილება თუ ვერ გამოიტანს უნდა გათავისუფლდეს პირი მანამდე სანამ არ გამოიტანს მაგრამ როგორც კი ეს 9 თვე უნდა გასულიყო პროკურატურამ რაღაც ახალი ბრალი წაუყენა და თავიდან დაიწყო 9 თვის ათვლა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება სწორედ გაასაჩივრა უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში და თქვა რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და აი ახლა უნდა გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ როგორც ითხრათ მერაბ ტურავამ ხელი არ მოაწერა, თქვა რომ ავად იყო, დღეს გავრცელდა მისი განცხადება, სადაც ის ამბობს რომ ავადმყოფობის გამო კი არ მოეწერა, უბრალოდ გადაწყვეტილების გაცნობის დრო არ მქონდა და ამიტომ არ მოვაწერა და ერთ კვირაში მოვაწერა. მოკლედ აქ მიდის დავა დროზე. ვინ უბრალოდ როდის გავა უგულავას მეორე ვადა წინასწარი პატიმრობის უბრალოდ სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ანუ განაჩენს ვიდრე გამოიტანს, მანამდე უნდათ რომ მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ეს არის უგულავას მიზანი ამ შემთხვევაში. სწორედ ამის გამო უგულავას ადვოკატი არ დადის პროცესებზე და მაქსიმალურად წელავს პროცესს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოუსწროს და რამდენიმე დღით ან თვით მაინც გამოვიდეს უგულავა გარეთ. ну როგორც ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთმა მოსამართლემ იქაც გაწელა პროცესი, მოკლედ აი ესეთი საპროცედურო ომი მიდის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო მერაბ. დიახ.
ბატონო მერაბ, რაც შეეხება აი ახლა ამ პროცესს, რაც 2 დღეა, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ტურავას თავმჯდომარეობით. რა თქმა უნდა, ახლა ხელი არ მოაწერა მის განთავისუფლებას ტურავამ. არ მოაწერა ხელი და რატო არ მოაწერა ეს საკითხავია, ხა ზოგი ავადმყოფობას აბრალებს და ზოგი კიდევ რაც თქვენ ბრძანებდით ახლა ეს სხვა ამბავია, მაგრამ აქ ხომ ნათელი არ არის მოფენილი ამ საქმეში, ეს ცხადია და უცხადესია ნათელი არ არის მოფენილი, მაგრამ რაც შეეხება საერთოდ უგულავას დამნაშავე არ არის ერისა და ქვეყნის წინაშეო, ეს ნამდვილად არ იქნება მართალი. მაგრამ რაც დანაშაული მიუძღვის უგულავას თბილისის მოსახლეობის წინაშე, ეს ნეპოტიზმი, მეხთამეობა, კორუფცია, ყველაფერი ის დღეს არსებობს ნარმანიასთან ერთად, ბატონებო, ნარმანიასთან ერთად და თუ ის დამნაშავეა, მაშინ რატომ არ არის ნარმანია დამნაშავე? იმდენი მეხთამეები, ჯერ კახა კალაძის ცოლიძებიდან ათესავები, რომ 90,000 გადაურიცხია იმ არეშიძეს ვიღაცას ის ცოლის ძმას, ვითომაც თითქოს უსაკონო ოპერაცია იქნა ჩატარებული. ბარაკი უნდა აეშენებინა და რამდენი ამის თამა, კაცო, რატომ ამასთან უნდა მივაქციოთ ყურადღება? თუ არა და ორივეთან თავისუფლო, თუ არა და ორივეთან უნდა იგდეს ციხეში. ასეთია ჩემი აზრი, როგორც ქალაქის თბილისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი. დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობა თქვენ. თუ არის კიდევ ერთი მსმენელი, მოусმინოთ მას. გამარჯობა. 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 დიახ, გისმენთ. არ ვეთანხმები მე რა ქართული ხალხის წინაშე დამნაშავე პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას არ ვეთანხმები. და უგულავა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არ აქვს მას და არის. ხო, მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ წინასწარ პატიმრობაზე ამ შემთხვევაში. დიახ. ხო და აი რა, თქვენი აზრით რამდენად კანონიერი იყო მისი თქვა კიდე მეორე ვადით გაგრძელება წინასწარი პატიმრობის და ისე. ეყოს ვაჟკაცობა გიგის და თავის შეცდომებზე აგოს პასუხი. ასე გამოისყიდის და უფრო ეყვარება ქართულ ხალხს ამ ყველაფრის მერე. კი ბატონო, კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ახლა თუ საქართველოში მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ეჭვიებარება ამაზე, გასაგებია რომ უკანონო გზით პატიმარია. საქმე რაშია იცით? უგულავაზე კი არ არის თავარი ან სხვა ვინმე პიროვნებაზე. ქვეყანა გვექცევა თავზე. ერთ ვიღაცა მოსამართლეს შეუძლია ფეხებზე დაიკიდოს მთელი სახელმწიფო. ყველა თავისი კოლეგა, ყველა თელი და რაც უნდა ისი ახლა თქვენ ხომ იცით რომ ის მარტო ამას ვერ გაბედავდა. მას უთხრეთ და მის ყველი არის ერთი ადამიანი, ხო? ქვეყანა გვენგრევა, ესაა უბედურობა. ესაა ის, რომელსაც მე 10 წლეულობით ვერ გამოვასწორებ. თორე ახლა ის მოაწერს ხელს, არ მოაწერს ხელს, სასირცხო არ არის ეს. მივიდნენ იქ მოუტანეს და არა ახლა არ ვარ. ეხან ერთ მიზეს ამბობს ხან ქვეყანა გვენგრევა, შვილო, ქვეყანა. ანდა აი შეხედეთ ერთი უბრალო რაღაცას გეტყვი ერთი წუთით. გამოსული არის კახეთი. თუ მართლა ისინი ყველა ნაციონალები არიან, ვაი ჩვენ პატრონს. თუ ნაციონალები არიან კიდევაც ის ხო ჩვენი ხალხია. თქო პრემიერი რომ იდის რაღაცა დღესასწაულზე უგურიაში ჩავიდეს და გაცეს თავის ხალხს ხმა. ნუ ახლა მეტი დაცინოა იქნება აშვილო. რაისთვის წავიდა იქანა რა ეტაშპანდურება უბედურ დღეშია ხალხო მithumetes თუ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი. ვინ უნდა აუხსნათ? მინისტრმა ხო და მინისტრეუნება არ ჩახვიდე იქო. ამიტომ აშვილო რომ ამბობ რომ ერთუჯრედიანია. ერთუჯრედიანი ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ აი ოღონ ერთი დღე გავიტიოთ კიდევ იქნება ერთი დღე კიდევ გავტანოთ და მე რაც იქნება ის იქნეს ნუ არ შეიძლება ასე შვიდ გასაგებია დიდი მადლობა შეგახსენებთ შეკითხვას თქვენი აზრით არის თუ არ გიგუგა უკანონო პატიმარი როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა ამბობს დაგვირეკეთ გავთქვით თქვენი მოსაზრებები 237 139 239 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები გამარჯობა გისმენთ ალო დიახ, გისმენთ. გამარჯობა. აი ეხლა კი მე მგონი უკვე ვერავინ ვერ იტყვის ნამდვილად უგულავ არის პოლიტპატიმარი უკვე და ეს გააკეთა ტურავამ. იმიტომ რომ ეს რას გავს ხალხო? ეს რას საბავშვო ბაღობანას გვეთამაშება? ისიც და ჩვენ ახლა ვიტყვით რომ სასამართლო და ეს კონსტიტუციური რაღაცა ცვლილება ტურავამ მოაწერა ხათაშორის ისიც თუ დაჩაგრული იყო მაშინ ტურავა აი ზუსტად ახლა უნდა დაემტკიცებია რომ არის აბსოლუტურად ზეპარტიული აბსოლუტურად სწორი და ყველაფერი
საოცრება, სამარცხვინო და მართლაც რომ მართლაც აი ახლა გამოსვლელი იყო არაჩვეულებრივი თავზე გვენგრევა სახელმწიფო და გიგი უგულავა თუ ზის იცით არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის თუ რამე დანაშაული აქვს უნდა ის მაგრამ შევადაროთ რა იმის მერობა და დღევანდელი მერის და მერიის ქცევა საერთოდ ქალაქი ქალაქს არ გავს უკვე ამ პროფკერზე აღარ ვლაპარაკობ მაგრამ ეს გზები რატო დაიწყეს ესე უკონტროლოთ რაღაცების დაგება ნუ არ ვიცი სამართლინოა ნამდვილად იტყვიან რომ პოლიცპატიმარია და ვეთანხმები უკვე ყველანაირად გასაგებია კარგით დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ გამარჯობა გისმენთ თუ არის მაყურებელი თუ არა გავიმეორებ ტელეფონის ნომერებს 237-139-139 ჩვენ საუბრობთ უგულავას წინასწარ პატიმრობაზე და გვაინტერესებს თქვენი აზრით ეთანხმებით თუ არა ნაციონალურ მოძრაობას და თქვენი აზრითაც არის თუ არა უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონო გამარჯობა გისმენთ მე რა გესმით ხო ჩემი დიახ ბატონო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან მაპატიეთ რა აი გვეკითხებით თქვენ უგულავაზე არის თუ არა პოლიტპატიმარი სასახად ამბობს კანონი. არა, უკანონო პატიმარი თუ ამ შემთხვევაში, ამას გეკითხეთ. პოლიტპატიმარზე არ გეკითხეთ. პატიმარი არის თუ არ კანონიერად, ხო? ხო. სასახად ამბობს კანონი, რომ წინასწარი პატიმრობა 9 დღეში მთავრდება და აღარ უნდა იყოს მერე. ხო, მაგრამ აქ პროკურატურამ ისარგებლა ესე ერთგვარი ესეთ კაზუსით კანონში და ახალი ბრალი წაუყენა და ნუ თავიდან დაიწყო თქვა წინასწარი პატიმრობა ათლა, მაგრამ ასე შეიძლება ყოველი 9 თვის მერე ახალი ბრალი წაუყენო ადამიანს და სულ ყავდეს ციხეში. ხო, თავისთავად, ანუ კაზუსი თავისთავად არასო თუ დამნაშავეა, უნდა აუცილებლად დაისაჯოს. გასაგებია და მესმის, მაგრამ ჩვენ მე მგონი საქმე გვაქვს აბსოლუტურად პოლიტიკურ საფუძველთან მოტივთან და მეტი არაფერთან. ეს ერთი, მაგრამ მეორე ის რომ ძალიან ადვილია დაინახო დღეს ქალაქებმა კაცმა უგულავას დროინდელი ქალაქი და დღევანდელი ქალაქი. აი დღევანდელი ჩვენი მე დაბნეული სახედრო იყურებოდა წყალდიდობის დროს და მისი ელემენტარული უცოდინარობის გამო რამოდენიმე ადამიანი დაიღუპა. ელემენტარული არაპროფესიონალიზმი ნაკლები დანაშაული არ არის ვიდრე თქვა სხვა რამე ხო? აი და შეიძლება უამრავ მსხვერპლი გამოიწვია ადამიანების და ძალიან ბევრი რამე ქალაქი მართლა თავზე გვეხუба. 2003-დან ქალაქს რა მოუვიდა, ყველამ დავინახეთ ქალაქერებმა. დღეს რო უკანეშვება ამასაც ვხედავთ, ხო? ეს სხვა თემაა, მაგრამ უგულავა დიდი კითხვა არ არის და ეს არის 3-ჯერ 3-9 არის, ყველამ ვიცით და არა 12 და არა 13. გასაგებია. კი ბატონო, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. როგორ შეიძლება უწმინდესი ადამიანის დაპატიმრება, კაცო? მაგაზე პატევს არის კაცი, ქართველებს. მაგრამ ჩვენ ხო გითხარით, არ განვიხილავთ მის ეხლა დანაშაულს არ დანაშაულს. ეს სასამართლო იტყვის მალე. ამდენი წმინდანები ყავდა ყველა ციხეში. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენ მოსაზრებას, მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. დიახ. გისმენთ. ბატონო მე ვარ. დიახ. რა მინდა იცით გითხრათ, მოდით ესე ვთქვათ, სანამ დანაშაული დამტკიცებული არ არის ადამიანის უდანაშაულობა. ის რომ ეხლა ესენი იმათ მოერივნენ და ისინი მანამდე ვიღაცას მოერივნენ, არ ამტკიცებს რომ ეს მტყუანია. მე დარწმუნებული ვარ ალბათ უგულავასაც, მერაბიშვილსაც და შეიძლება უფრო ზემოთაც, ბევრსაც დანაშაული ბევრი აქვს, მაგრამ რახან ჩვენ ამას ვერ ვამტკიცებთ და ეს პროკურატურა ვერ ამტკიცებს, კეთილი ინებოს და თავის დროზე შეასრულოს ის რაც წერია კანონმდებლობაში. გვეუბნება ეს უცხოელი ექსპერტები, გვეუბნებიან უცხოელები, რომ რაღაცას გადაცდომა, რაღაც გადაცდომა გააქვს, ხო? ჩვენ ახლა ვამბობთ, ბესელია ამბობს და საგანელის და ეს დონე ხალხი ამბობს, რომ იცით მაგათ ეშლებათ, იქნება ჩვენ დავთქვით, იქნება ჩვენ გვეშლება რაღაცა და არა იმათ, ვისაც დემოკრატიული ინსტიტუტები ეხლა კი არა არის 2 დღის შექმნილი, არამედ 10 წლეულების და 100 წლეულების შექმნილი. ხო და საქმე მაგაშია, რომ რახან ვერ დაუმტკიცეს დროულად კეთილი ინებონ და გამოუშვან მაშინ. თუ ვერ უშვებენ, მაშინ არ ღვევენ კანონს. და თუ კანონს არ ღვევენ, ეს ქმნის პრეცედენტს, რომ ხვალ მოსული შემდეგი თაობა, შემდეგი ხელმძღვანელობა იგივეს გააკეთებს და როდესაც გამოვიდა მოჭედოებული წრიდან, ხო? ერთხელ და სამუდამოდ ხო შეიძლება გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაგათ ალბათ დარღვევები აქვს, მაგრამ ამათ არა აქვს უნარი. ეს არის ვალეტების მთავრობა, დავარქვათ ეს თაობა ვალეტების, რომელიც ვერ აკეთებენ თავის საქმეს, არ იციან, ან არ უნდათ. აი ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით, უკაცრავად გამიგზელდა.
საქართველოს საშუალოდ რო ავიღოთ აი ესე ზოგადად. საქართველოს ფასი იყო 2012 წლამდე დაუშვათ 100 მილიარდი დოლარი, რომელიც დაუშვათ, რომელიც ლარებში იყო 170 მილიონი ლარი. დღესდღეობით საქართველოს ფასი არის 60 მილიარდი დოლარი. ჩამოვა 30-მდე და გვიყიდით ის ჩვენი მეგობარი, მეზობელი, ჩვენი მართლმადიდებელი. კარგით, ესე მარტივადაც არ ვიყიდებით ახლა ჩვენ. კარგით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, სხვა თემებზე ნუ გადავალთ, უგულავას წინასწარ პატიმრობაზე ვსაუბრობთ, გამარჯობა, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. დიახ, გამარჯობათ. როგორც ერთ ფილმში ამბობენ, სვაბოდო იურიი ძეტოჩკინო. ხო, და იცით რა არის, მე მგონი ისა ჰიტლერს თუ ეკრებოდა რუსთავი 2, ეხლა დღეს ევანდე მაშინ დროში ჰიტლერი, გერინგი, გებელსი სულ ყველა უდანაშაულო იქნებოდა, სულ ყველა უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი და რაღაცა. რა თქმა უნდა, კანონი უნდა კანონობდეს. თუ არ შეუძლიათ, თუ ერთი ადგილი არ აქვს, თუ არ შეუძლიათ დაუდგηθონ, გამოუშვან. წინააღმდეგი არავინ არ არის. თუ კანონი რატო უნდა იმოქმედონ. მაგრამ იურისტები, იმიტომაც იურისტები არიან, რომ ყველა კანონზე რაღაც ხრელი არის და სარგებლობენ მაგით. ეგ პირველი შემთხვევა არ არის და უკანასკნელიც არ არის. მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობათ. მე ასეთი კითხვა მაქვს. უგულავა დამნაშავეა. პატიმრობაში იმყოფება. მაგრამ დანარჩენები ეხლამდელ მთავრობაში ვინც არიან, დამნაშავენი არ არიან? აი ესე დღეში რო ჩაგვაგდა ეს. მე ვარ თბილისელი. მე მткиვა თბილისზე გული, რა დღეში ჩააგდო ამ თბილისის მერმა. უგულავა რაღაცას მაინც აკეთებდა, ფართხუნობდა. თვალში ნაცარს გვაყრიდა შეიძლება, მაგრამ ესენი ვერც მაგას ვერ ახერხებენ. ესე იგი ნაცრის შეყრა მოგენატრათ არა? ნაცრის შეყრა კი არ მომენატრა, თბილისი მომენატრა, ძველი თბილისი და თბილისელები. აჰა, კარგით. დიდი მადლობა, კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ. უგულავა იყო მიშას ესე ჟარგონი ვიხმაროთ კომანდაში პარტიული ბოსი, თანაშაულზე მეტი რა აქვს ახლა ეს რაც ჩვენ ვიცით ოფიციალურად რაც ითქვა ოფიციალურად ეგ ასაგებია, მაგრამ იმის იქით ამდენი აქვს თანაშაული ჩადენილი და რა პარამიტრზე დასაჭერი არ არის, თარგამაზე დასაჭერი არ არის და რომელი ერთი სულ ყველა ნახევარზე მეტი დასაჭერია, აი ყოფილი ნაციონალები ვიცით რატო მე გუშინ წინ მირეკავენ არ ვიცი ვინ იყო ახალგაზრდა ქალმა დარეკა გამარჯობა ჩვენ ნაციონალური მოძრაობიდან ვართ მე ხარ აგნებოთ ქალბატონო ჩემგან მერე თქვენო სოციალურად დაუცველი იყავით ადრე, მივთხარი ვიყავი, ეხლაც ვარ. დაგტოვეს, მივთხე დამტოვეს. ნიკამი და ზავალები ჩვენ ვაკეთებთ იმასო, გამოკითხებს. ეგ რა არის ამისენ დაბა? გამოკითხვა რა. თუ არ გინდათ ნუ გამოკითხვა, ვინ გითხავს იმათ? თუ არ გინდათ ნუ პასუხეთ კაც. კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ნარმანიას რომ მივუსვათ, გვერდზე ხო გაიგნება? ნარმანიას რომ მივუსვათ? არ ვიცი, მე რა გითხრათ აბა. დომინოსი გამაშენდა. დომინოს? დომინო არ ვიცი დასაშვებია თუ არა ციხეში, მე მგონი ეგეთი თამაშები ციხეში დასაშვები არ არის. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო, ერთობ. მე მინდა გითხრათ, რომ გიგი უყურაყა დამნაშავეა. დამნაშავეა იმით, რომ ის ბოლო დროს ფულის შოვნის პულისთვის ნარკოტიკებით ვაჯრობდა. არა, ეხლა მაგ ეგ არავის არ დაუმტკიცებია ჯერ ქალბატონო. აქ თემაზე არ ვლაპარაკობთ ქალბატონო, ეხლა რა. თავისი ცოდვა ეყოფა გიგი უგულავას რა ბრალიც აქ წაყენებული, ეხლა ნარკოტიკებს ნუ ამივამატებთ. კარგი, დიდი მადლობა, არ გვინდა ეგეთი თემები, რაც დამტკიცებული არ არის. სულ სხვა რამეს ედავებიან გიგი უგულავას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრისაც იმში ბრალდებებში, რასაც ედავებიან უგულავას, დიდი ალბათობით ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, მაგრამ ეს სხვა თემაა, მისი წინასწარი პატიმრობა და ის რაც ხდება ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა შვილი. დიახ, გისმენთ. გენერცელი ეს უგულავა დამნაშავე რო იყოს, მაგას აქამდე გამოუტანდნენ თავის იმას ბენედიქტს, მაგრამ ეს პულავა მიშას ვაკასირმა იმიტომ მოაძრო ბავდედან და ის ნექტამერო არის და ვერ ბედავს ეხლა ვერაფერს. ვინა კაცო?
ა? ვინ? ტურავა. ხო. ტურავა, ეს პირველი მექთამე, ეს გამთქმული თბილისში იყო ეს პირველი მექთამე და ის თავში როდის კუბლაშვილის მაგილად, ის ქალბატონი. მაგრამ ამას აწყვეტს ეგეთი ხალხი ამ თავრობას და ეგენი მექთამეები არ არის. კარგით, კი ბატონო, თუმცა არც მათი მექთამეობა დაუმტკიცებია ჯერჯერობით ვინმეს, ასე რომ ასე ხელაღებით დავადანაშაულებთ. რა ვიცი, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ალო, პალიტ რა? დიახ. აჰა. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. დიახ. ეხლა მომისმინეთ. იგი უგულავა დამნაშავეა თუ არა? არა, დამნაშავეა თუ არა, ამას არ ვარკვევთ ქალბატონო. არა. ჩვენ ვარკვევთ მისი წინასწარი პატიმრობა ამ შემთხვევაში, აი ესე რომ გაგრძელდა. ხო, 9 თვეს. 9 თვის შემდეგ უნდა გამოეშვათ, ხო? ვერ დაუმტკიცეს ვერაფერი, არა? ხო, 9 თვეში ვერ მოესწრო. ეხლა გიგი უგულავას ადვოკატის სპეციალურად წელავდა პროცესს, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ის მხარეა და თავისას ცდილობს. გასაგებია, მაგრამ ეხლა რა ხდება? რომელ კანონზეა ლაპარაკი? სად არის კანონი? კანონი არის ერთი ადამიანი ადგენს კანონს. ხო, ეხლა ტურავა თუ მგელავა თუ ეხლა მელიები და რაღაცები, ეგ არ მაინტერესებს, ამას არ შევჭამთ უკვე ჩვენ უკვე, всё, უკვე გავიდა ეს დრო. ერთი ადამიანის რომელი კონსტიტუცია, რომელი კანონი, ერთი დამისახელეთ კანონიერად რასაკეთებენ ესენი, რაც სააკაშვილი თუ აძლევდა ხალხს რაღაც ან შუქზე, ან დახმარებას, ან რაღაცა წააგლიჯეს პირიდან, ხო ასე არა? ამათ არ ფიქრობენ ესენი ცხოვრება რო ტრიალებს, დედამიწა ხო ტრიალებს, არა? დღეს უგულავაზის კიდევ ისინი თავის ძმების ზიან, ხო ასე? მერე დაჯდებიან ესენი ძმანი მისნი კიდევ და ასე ვიტრიალოთ ჩვენ. ჩვენ რა ვქნათ ხალხმა? აი რა ვქნათ? მითხარ, პასუხი გამეცით, რა ვქნათ ჩვენ? საქმელი არა. მე რა ვქნა, მეო ჯერ კიდევ როდი არაფერი არა და გადავხევით ამ ვიღაცა ვერ უმტკიცებენ, ხო? გაუშვი, თუ კანონია, გაუშვის ადამიანი. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი მოსაზრება, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა თქვენაცოლე. რა თუნდა ბევრი ლაპარაკი, რატო გვაყრით მოსახლეობას, მოქალაქეებს, ყველას, ვინც თბილისში მაცხოვრებელი იყო და არის, რომ უგულავა უდანაშაულოა? არა, ამაზე არ ვლაპარაკობთ კაცო. აბა რატო? აბა პოლიტიკურ, მაშინ მერაბიშვილიც არ არის და არავინ არ არის. მერაბიშვილთან დაკავშირებით განაჩენი დადგა უკვე და აქ ჯერ განაჩენი არ არის და თუ არა ხელი მოაწერეთო. რატომ არ აწერს მოსამართლე ხელს? ხო, რას მოაწეროს? ხო ამბობს ის პიროვნება, რომ რაც საჭიროა იმას. ეს არის ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების თვალში ნაცრის შეყრა. ჯერ რატო აბოგინებენ იმ ნაციონალებს? ვინ რომელიც გინდა იყოს? რა ხდება? რა ამბავია? ვერ ათხოვთ რამეს? კარგით ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. კიდევ ერთი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა. აი ეს შენის არ გაინტერესებს, ვიღაცა ახალ ალბათ მომჯდარია შენი ოცნების იქ, მაგრამ მე რა ვქნა? აი მე. ბატონო, არის მოდა თქვენი ხმა თავიდან დაიწყო. ვერაფერს, ხო? მე რა ვქნა? შენ გიყურე შენ ოცნებებს უყურო და უგულავას გამოუშვები თუ არა იმას უყურო? ვის მიმართავთ, ქალბატონო, არის მოდა, ვის? მე რა ვიცი, ვიღაცა ხალი ჩამერთო და აზაზე არა რა უნდა და ამქარ. მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს კანონი, მოგხედონ ხალხს. კი ბატონო, კარგი, დიდი მადლობა. მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მოკლედ ჩართვა, როგორც იცით, ეს გადაცემა ყოველ დღე 8:30-ზე გადის ეთერში, ასე რომ მე ხვალამდე გემშვიდობებით.